თქვენი გამომწერებისთვის სოციალურ ქსელში იკლო, კომენტარებმაც იკლო, მოწონებებმაც პრაქტიკულად ნუზია დასულიო, ხო? ძალიან თავისაცი. აქ ჩემი პირადი რაღაცის კი არ არის აქ. ეხლა მე ობიექტურად მინდა რომ გარედან შევხედოთ სიტუაციას, საერთო სურათზე ვლაპარაკოთ. განვაზოგადოთ ეს სურათი. აქ არის უბრალოდ აი ესეთი ხო აქტიურობის ძალიან ესეთი რა მკვეთრი დაცემა, თუმცა კიდევ გავიმეორებ, რომ მადლობა ესეთი ირიბი აქტიურობისთვის, რომელმაც დიდი შედეგი მოიტანა ლადოს. და იცი რა, აი ამის ფონზე მინდა გკითხოთ, რომ როგორ ფიქრობთ, აი რა შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვინც ხმამაღლა ვერ საუბრობს, ვერ გამოდის მსვლელობებში, ვერ გიერთდებათ, ვერ მოწონების ღილაკს ვერ აწვება, ვერ აკომენტარებს, რა შეუძლიათ ამ ადამიანებს გააკეთონ, თუ ისინი შინაგანად ხვდებიან, რომ უსამართლობასთან აქვთ საქმე, მაგრამ რაღაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხმაურობენ. რა შეუძლიათ გააკეთონ? მე მჯერა რომ თქვენ ამაზეც გექნებათ ნაფიქრი. ორართული შეკითხვა დამეშოთ, ახლა რა შეიძლება ამ ადამიანებმა გააკეთონ. მოდი ეს თქვათ, რომ ფსიქიკა ადამიანის, ჩვენი ფსიქიკა ზოგადად ისეა მოწყობილი, რომ ასე ხტალი არსებები ვართ, ზოგადად ვამბობ ახლა არავიზე კონკრეტულად. ხო, ესე ჩვენ დანაკარგის ძალიან გვეშინია. აი დაკარგვის შიში ადამიანში არის ძალიან მწარე და მწვავე. და იმიტომაც სხვა შორის თაობებს შორის რო ლაპარაკობთ განსხვავებებს ქცევებზე აისახება ეს თაობებს შორის, ხო და იმიტომ ამბობს ბევრი ადამიანი, რომ იცით მე ახლა მეშინია და მოდი იმიტომ რომ დასაკარგი მაქვს, იმიტომ რომ აი გიორგი კალატოზიშვილმა ერთ-ერთ დისკუსიაზე ამას ინათქვა, რომ იმიტომ რომ მათ სვერი დამცარიელდება, იცით და მე არ ვიცი რით შევავსო ეს მოცივარი. და ადამიანი ასე განსაზღვრავს, ასე უყურებს, მას ჭირდება ყოველდღიური, ყოველკვირეული შემოსავალი და ძალიან გასაგები და ახსნადია ეს ამბავი, ახლა ეს აქ არავითარი დამუნათება და იმაზე არ არის საუბარი. ასე რომ ერთი რომ პრინციპში გააცნობიერონ, რომ ისინი არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, სხვა შორის რაც შეიძლება მეტი ისაუბრონ პირად საუბრებში, რაც შეიძლება მეტად შეეხმიანონ ადამიანებს. აი სამეზობლოებში იქნება სამეგობროებში, სანათესაოში, სადაც სამწუხაროდ ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია ახლა ამ ამბებმა, რაც შეიძლება ხშირად არგუმენტირებულად ესაუბრონ თავის უახლოეს ადამიანებს. იმიტომ რომ ვერ მოთხოვთ, იცით ახლა ჩვენ ერთმანეთს რაღაც განსაკუთრებული ისეთი რაღაც გმირული და არ არის საჭირო ეს ზედმეტი ჰეროისტული და მორალისტური მოწოდებები. უფრო მშვიდად შევხედოთ ამ სიტუაციას. სოლიდარობის ერთ-ერთი ფორმა ესეც არის, რომ არ დაუწყოთ ერთმანეთს ხო ესეთი არასწორი ჯანჯღარი. არა, თხოვოთ ამ ადამიანებს, რეფლექსია აკეთონ, კიდევ ესე კარგად გააცნობიერონ თავისი, გამყარდნენ თავიანთ პოზიციებში და ახლობლებთან რაც შეიძლება ხშირად ესე იგი დიალოგები წარმართონ, არგუმენტირებულად იმსჯელონ. რამე თუ აი ბოლო ხო ესე იგი ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილი აქვეყნებს ახლა ბოლო კვლევის შედეგებს და რაღაც იმედი არის, რომ რაღაც იმედი იკვეთება თითქოს და რომ მატულობს ქართული ოცნების მხარდამჭერთა და გულშემატკივართა შორის რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებსაც აქვთ დაეწყოთ კოგნიტური დისონანსი, იმიტომ რომ იცით როგორ არის ამ პროტესტის განმავლობაში ადამიანები რეფლექსიას აკეთებენ მუდმივად, ხო? და რაღაც განზოგადებებს აკეთებენ. საბედნიეროდ ეს არის თაობა, რომელმაც მოვასწარით, აი სხვა ეთერებში თქვი, საბედნიეროდ ჩვენ მოვასწარით, აი ამ ადამიანების კარგი მმართველობის პრინციპების სწავლებით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ჩატარებით, იმ უამრავი ტრენინგით, რომელიც მე თვითონაც მიტარებით, აი ჩვენი რაღაც კოლეგიალურმა აი მცდელობებმა თავი მოიყარა ახლა იმ პოზიციაში, რომელიც ახლა მოვისმინეთ. იცით რომ ამ ადამიანებმა უკვე იციან, თან იცით როგორ შარშანდელი ნობელის პრემიის ჯილდო გაიცა ძალიან ძლიერ კვლევაში, როგორი ინსტიტუციები აქვთ დიდარ და წარმატებულ ქვეყნებს და როგორი ინსტიტუციები აქვთ ჩარჩენილ და წარუმატებელ ღარიბ ქვეყნებს. ამის შედარებით ანალიზში გაიცა შარშან ნობელის ჯილდო. სადაც შედარებულია კანადა და მექსიკა, სადაც შედარებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, შედარებულია ჩეხეთი და სლოვაკეთი და იცით ეს ზედაპირული შედარებები კი არ არის, რომ ჩავედი და გავისეირნე და იქ ეს მივირთვი და იქ დავისვენე. ამ ადამიანებმა იციან ინსტიტუციურ დონეზე, მმართველობის, ხელისუფლების აწყობის დონეზე, სად არის აი ჩავარდნები, ცარიელი წერტილები. ანუ გავიარეთ, ვიცით და ცოდნა არის ძალა.
ცოდნა არის გზა. ჩვენ აღარ თმობთ რაღაც ცოდნას, ვიცით რაღაც, იცით? სტატისტიკას უყურებთ, იქ ნიშნებს აღვიქვავთ, რაც სიგნალებს აღვიქვავთ. მანკიერი არ მინდა თქვა, მაგრამ მოდი ვიტყვი, დამპალი საზოგადოება როგორ შეიძლება შექმნა ბოდიში ყველას ამ სიტყვების ტყვის გამო, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი რა, რომ ასეა. ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენ ვაშენებთ ახლა და აი ეს პროპაგანდისტული შეტევები, რომ კორუფცია ყველგან არის. ხო, ყველგან არის, მაგრამ 100-დან რამდენი кейსი ტენდერი მთავრდება გარიგებით და ხო, ესე მონოპოლისტური და კორუფციული იმით 64 თუ 14 არის უზარმაზარი განსხვავება. და ეს 14 იზრდება თუ მცირდება. და როცა გველაპარაკებიან ესეთი, ხო, ესეთი იაფი პროპაგანდით, აი ამ ადამიანებზე აღარ მუშაობს ეს ამბავი. რა თქმა უნდა. ეს არის თავარი. ბატონო, კახა თქვენ გინდა. კი ბატონო, მინდა გითხრათ, რომ ამ მოვლენებმა